ეს წინ, რაც ჩანს ახლა, აი ეს შენობა არის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი, საკონფერენციო ცენტრი და ეს ტერიტორია სპეციალურად და ეს ლანდშაფტი და ეს ტერიტორია სპეციალურად შეარჩიეს საერთაშორისო კონფერენციებისთვის და ახლა მივდივარ ფეხით საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში. და არაჩვეულებრივი ბუნება, სიმწვანე, არ ვიცი, ძალიან მოხიბლული ვარ. აი ეს ის სკვერია, რომელიც კოშკიდან ზემოდან გადავიღე, ახლა ქვემოთ ჩამოვედი და მცენარეებსაც დაგათვალიერებინებთ. ლოტუსები ახლა ყურში გვიხსნიან და თან თარგმნი. ჩინეთში ლოტუსების ძალიან პოპულარულია. აჰა. თან უსმენ, თან თარგმნი. აი ნახეთ რამდენი ლოტუსებია და რა სილამაზეა. ბუდიზმის სიმბოლოდ აღიქმებაო აქ ლოტუსიო და ძალიან მარტივად იზრდება, ძალიან სილამაზეა. ჩემს უკან ახლა თქვენ ხედავთ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრს, რომელიც 2011 წელს აშენდა და აქ იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმები, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები, იპეკის ღონისძიება, იპეკის კონფერენცია, ასევე ერთი მატარებელი, ერთი გზა პროექტის კონფერენციები და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფორუმები და კონფერენციები იმართება სწორედ აქ. და ჩემს მარცხნივ, ეხლა აქედან არ ჩანს, ზემოდანაც დაგანახეთ, იქ არის სწორედ პრეზიდენტ სინძიპინის რეზიდენცია. აი სწორედ ახლა შემოვედი იმ დარბაზში, სადაც ფორუმის მონაწილე ქვეყნები იკრიბებოდნენ. ეს დარბაზი მთლიანად ბამბუკისგან არის დამზადებული. აი ქვეყნები არის მონღოლეთი, თურქეთი, სერბია, მივყვები თანდათან იმ ქვეყნების ჩამონათვალს. აი მაგალითად იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია. ყველა ქვეყნის ადგილია აქ. ეხლა თვითონ დარბაზზე მინდა რამდენიმე სიტყვა. მეც ყურში ვისმენ ინფორმაციას და პარალელურ რეჟიმში ვთარგმნი და ამიტომ ცოტა მიჭირს. ეს ფიგურები, რაც ახლა აქ არის გამოსახული, საოცარი ფიგურები, არ ვიცი რამდენად აღიქვება. მე რამდენი დია უკვე ვერ ვიგებ. ყველა აფერი არის ბამბუკისგან გამოცლილი და მთელ ჩინეთის ისტორიას და კულტურას ასახავს. ასევე აქ გამოსახულია ამ სივრცის ეგრეთ წოდებული პატარა ქალაქის შექმნის ისტორია. საოცარი ნაკეთობა, საოცარი სანახავია. ეს გამოსახულებები არის აი ნამდვილი ბამბუკისგან გაკეთებული, აი ცუდად აღიქმება ვიდეოში. მაგრამ რეალურად არის ძალიან მაგარი ნაკეთობა. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც პრეზიდენტი სინძიპინი იჯდა და აქედან უძღვებოდა საერთაშორისო კონფერენციას. პრეზიდენტის გასწვრივ კი ის ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ამ კონფერენციას ესწრებოდნენ და ანბანის მიხედვით არის ეს ჩამონათვალი იწყება A-დან და გრძელდება შემდეგ ანბანის მიხედვით. ასევე უნდა გითხრათ ამ სავარძელებზე. ამ დარბაზში განთავსებულია 3 ფერის სავარძელი. თეთრი, ჩემს სურხს უკან არის შინდისფერი და იქეთ მხარეს არის შავი. რას ნიშნავს ეს? პირველი კონფერენცია აქ გაიმართა 2014 წელს და შესაბამისად შავი სკამები ჰქონდათ, სავარძლები უფრო სწორედ. მეორე კონფერენცია გაიმართა 2017 წელს და იყო შინდისფერი სკამები, ხოლო 2019 წელს კი იყო თეთრი ფერის სკამი. ეხლა მე მივალ იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტი სინძიპინი იჯდა და კონფერენციას მართავდა. აი, სწორედ ეს არის ადგილი, საიდანაც პრეზიდენტი სინძიპინი უძღვებოდა საერთაშორისო კონფერენციას. ასევე მინდა მოგახსენოთ
ამ კონსტრუქციაზე. ეს არის ბუნებრივი ხისგან დამზადებული, ძირითადი ნაწილი აქ ყველაფერი არის ბამბუკისგან და რა დანიშნულება აქვს ამ კონსტრუქციას. სულ 18 კონსტრუქცია ამ დარბაზში ესეთი განთავსებული და როგორც ამიხსნეს, კითხვა დავსვი, რას ნიშნავს ეს კონსტრუქციები? ამიხსნეს, რომ ეს ნიშნავს 18 დელეგაციის მასპინძლობას ამ დარბაზში. აი ჭერიც მინდა გაჩვენოთ. ყველა ფიგურას, ყველა მასალას აქვს სხვადასხვა დატვირთვა და დანიშნულება, რომელიც ჩინეთის ისტორიასთან, კულტურასთან, ამ საკონფერენციო დარბაზის შექმნასთან, ფორუმებთან არის დაკავშირებული. ყველა გამოსახულებას აქვს სხვადასხვა დატვირთვა, ზოგი სიძლიერეს ნიშნავს. აი ეხლა თქვა მთარგმნელმა, რომ აი ეს ბურთები, რომელიც ჭერშია გამოსახული, 56 ბურთია და ეს ნიშნავს, რომ ჩინეთში 56 ქვეყნის დელეგაციის ამსახველია ეს 56 ბურთი. მთლიანობაში ეს ჭაღი 6 ტონას იწონის.